საგარეჟოში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. პრეზენტაციაზე მინისტრმა წარადგინა სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და გამართა კონსულტაციები რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. შეხვედრას დაესწნენ კახეთის რეგიონის სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები. მათ შორის სტრატეგიის განხილვაში დედოფლის წყაროს კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. თებერვალში სულ 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ გიორგაძის ვიზიტი საქართველოს ყველა რეგიონში. მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც იმართება და რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საჯარო განხილვები რეგიონებში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის გრძელდება. დღეს ვიმყოფებით საგარეჯოში, ძალიან მახარებს ჩართულობა ადგილობრივი საზოგადოების. ძალიან აქტიური განხილვა იყო დოკუმენტის. მე ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აზრი და წინადადება მოვისმინოთ, რომელსაც მაქსიმალურად ავსახავთ დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. მე ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ასეთი აქტიური ჩართულობა ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ყველასთვის გასაგები და მისაღები და მთელი ჩვენი საზოგადოება პირდაპირ მნიშვნელობით თანაავტორი არის ამ დოკუმენტის. დღეს კახეთის სტუმრობდა კულტურის მინისტრი და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ასეთი საკითხები იხილება კულტურის უშუალოდ კულტურის მუშაკებთან ერთად. სამინისტროს ხელმძღვანელობა მოისმინეს მათი შეხედულებები, მათი აზრები. ჩვენ გავიგეთ თავის მხრივ თუ რას გეგმავს კიდე კულტურის სამინისტრო კულტურის საქართველოში კულტურის განვითარების თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი და მნიშვნელოვანი. მინდა მოგახსენოთ, რომ პირველ რიგში უზომოდ კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და არა მარტო დღევანდელი, ეს ერთი წელია უკვე აი ამ სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და აბსოლუტურად პროფესიონალის დონეზეა განხილული ყველა პუნქტი, ყველა საკითხი, რომელიც ასეთი საჭიროა და მიჩქმალული და რაღაცა უინტერესოთ იყო მიმალული კულტურის სფეროებში და მარტო აქტიურობა არაფერს არ ქმნიდა, აი ის თუ თავი არ ექნება დადგმული იმ ყველაფერს კულტურის სტრატეგიაში, რაც კი განხილულია, ეს არის საოცრად სასიცოცხლო დოკუმენტი და აბსოლუტურად ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ну რა თქმა უნდა იქნება რაღაცები და ეს განვითარებადი დოკუმენტია და ერთი წლით არ კეთდება. აი ეს 10 წლიანი კულტურის სტრატეგია მინდა საქვეყნოდ თქვა, რომ არა მარტო მადლობას იმსახურებს, აღმოჩენაა და ძალიან მინისტრის ძალიან დიდი დამსახურება, რომ კახეთით არა მარტო კახეთი, მთელი საქართველოს კულტურა მოექცა. ჩვენ მე ხა კახეთს ვიცნობ და იქ განსავითარებელი საკითხები და პრობლემური საკითხები უფრო ჩემთვის ახლობელია, მაგრამ არა მარტო კახეთი მოიცავს მთელ საქართველოს და ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას იმის, რომ კულტურაში მომუშავე ადამიანების შრომა არის საოცრად დაუფასებელი და აუნაზღაურებელი. და როდესაც უკან იხედები და ყავს ასეთი ზურგი და შენ გთავაზობს ამდენ პერსპექტიულ საკითხს პრობლემების მოსაგვარებლად, ეს არის ნამდვილად სასიცოცხლოდ ჩვენთვის საჭირო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი დღისათვის და შემდეგი განვითარებისათვის დიდი იმედებით ვართ კულტურაში.